თავი მიათე. კესარიაში იყო ერთი კაცი სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი. კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის და მთელი მისი სახლი. ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისათვის და ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე. მე-9 საათი იქნებოდა. ჩვენებაში ცხადად იხილა ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: კორნელიოს. შეხედა მას, შეეშინდა და უთხრა: რა არის უფალო? მან უთხრა: შენი ლოცვანი და მოწყალებანი ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად. ახლა მიავლინე კაცები იაფოში და დაუძახე ვინმე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. იგი სტუმრად არის ვინმე სიმონთან, რომლის სახლის ზღვისპირას დგას. როცა წავიდა მასთან მოსაუბრე ანგელოზი, მან დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ კეთილმსახურ მეომარს, რომელიც თან ახლდა. უამბო მათ ყოველივე და გაგზავნა იაფოში. მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე 6 საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად. მოშივდა და ჭამა მოუნდა. ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა. დაიხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც 4 კიდით ეშვებოდა დედამიწაზე. მასში იყო დედამიწის ყოველნაირი 4 ფეხი, ქვეწარმავალი და ცისფრინველი. და იყო ხმა მის მიმართ. ადექი პეტრე, დაკალი და ჭამა. პეტრემ თქვა: არა უფალო, არასოდეს არაფერი მიჭამია ბიწიერი და უწმინდური. მეორედ კვლავ იყო მის მიმართ ხმა. რაც ღმერთმა განწმინდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად. ასე მოხდა სამგზის და ჭურჭელი მყისვე ცისკენ ამაღლდა. როცა პეტრე გულში ფიქრობდა თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ. დაუძახეს და ჰკითხეს: აქაა ბინად სიმონი, პეტრე წოდებული. ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აგერ 3 კაცი გეძებში. ადექი ჩადი და გაჰყევი მათ. ნუ ღარ იყო ყმანებ ვინაიდან მე მოვავლინე ისინი. პეტრე ჩავიდა იმ კაცებთან და უთხრა: მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ? ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიოს, მართალს და ღვთის მოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი. წმინდა ანგელოზისაგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და მოისმინო შენი სიტყვები. მაშინ პეტრე მიიწვია ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და თან გაჰყვა მათ, ზოგიერთი იაფოლი ძმაც თან ახლდა. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. კორნელიოსი კი ელოდა მათ. შემოიკრიბა თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები. პეტრე რომ შედიოდა, კორნელიოსი შეეგება ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანისცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ადამიანი ვარ. მასთან საუბრით შევიდა და მრავალი შეკრებილი ჰპოვა იქ. და უთხრა მათ: თქვენ უწყით, რომ იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოვება უცხოტომელთან. მაგრამ მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისათვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმინდური. ამიტომ როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ამიტომ გეკითხებით, რა საქმეზე დამიძახეთ? კორნელიოსმა თქვა: 4 დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი. მე-9 საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით. მითხრა: კორნელიოს, შესმენილია შენი ლოცვა და შენი მოწყალებანი მოხსენებულია ღვთის წინაშე. ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, რომელიც პეტრედ იწოდება. მეტყავე სიმონის სახლში დგას ზღვისპირას. მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები. პეტრემ გახსნა ბაგე და უთხრა: ჭეშმარიტად ვწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის. არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. მან მოულინა ისრაელიანებს მშვიდობის მაცნე სიტყვა, იესო ქრისტეს მეშვეობით. ის არის ყოველთა უფალი. თქვენ იცით რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისღების შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. როგორც ხო ღმერთმა სული წმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას ეშმაკისაგან შეპყრობილებს. ვინაიდან ღმერთი იყო მასთან.
ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე დაკიდებით. იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი. არა მთელი ხალხისთვის, არამედ ღვთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეთათვის, ჩვენთვის, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვავდით, მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა ამ სიტყვას, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. მორწმუნენი წინადაცვეთთაგან, რომლებიც პეტრეს მოხვდნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმინდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ. რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს, მაშინ მიუგო პეტრე. ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმინდა. დაუბრძანა მათ მონათულიყვნენ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს მას რამდენიმე დღეს დარჩენილიყო მათთან.